მაშასე დააბრუნდით რეკლამიდან და გრძელდება გადაცემა შუადღე ქუთაისში. შემოგვერთა ელისო გეგენავა, რომელიც დღეს გაგიკეთებთ ჩიტებს. მზად არის. გამარჯობა ელისო. გამარჯობა, განწყობა ისევ ამაღლებული გვაქვს, როგორც ყოველთვის. დღეს ჩვენ გავაკეთებთ ჩიტებს, ამისთვის დაგჭირდება ასეთი დიამეტრის ზომის, ანუ დისკი. CD. ხო, CD. კაი იყოს DVD. ხო, ნუ თუ გინდათ აი ესე რო იყო, ადრე რო ესენი იყო, რა ქვია, პლასტინკები. ისე შეგიძლიათ, თქო, არცევი გამოვაზავარდოთ. დავხაზავთ აი ესე, შემოვხაზავთ და გავაკეთებთ ფენშუის ნიშანს, ილიდაიანს, მე მგონი ჩანს დახატული, ასეთ ფორმას და ეხლა ამას მე გამოვჭრი, მარითა შენ შეგიძლია დაიწყო მეორე, დახაზო. ხო. ამას ამასობაში გამოვჭრი მე. მე რა გავაკეთო? შეგვიყურე აკო? შენ შეგიძლია გაგვამხნევ. დაატკბე ჩვენი ყურები შეგიძლია? ისა ამაზე ეს არ წერს. ისე აქ რო დავდე უფრო კარგი იქნება. აი მაკრეტელი აიღე და აი რაღაც შემოაჭრება. ფლომასტერი რო გქონდეს არ იქნებოდა ცუდი. რო გქონდეს? ფლომასტერი, იმიტომ რომ მარკერი რაღაცა ესეთი. იმიტომ რომ პასტაღა. როგორ ხარ მოგვიყევი თან შენი ამბები? ძალიან კარგად დავარ. დამთვალისთვის რომ მზადები ეს კითხვა როგორ არის? ძალიან ისეთ რეჟიმში ვემზადები თან რომ ჩემდა გასაკვირად. თან მზადება, თან გადაღებები, თან მზადება, თან ყველაზე მთავარი საქმე რაც ამაკ ეს არის ჩემი შვილი სკოლაში. სად არის ის პატარა ბიჭი რომ დარბოდა? საკუთარად გავუშვით. რომ არ შეგუშავოს. აი ესეთი ისინი გამოვჭერი ჩიტის ფორმის ხო ბეღურას მსგავსი ჩიტუნები გამოვჭერი. აღარ წერს. ვაი მე მარიტა სე რასაც მოკიდებ ხეს. არა ის წერს ნახე. ხო მაგრამ მეც რა. არა უშავს. გავაკეთეთ ესეთი ჩიტუნები. ეხლა ვეცდები რომ გავაკეთო ფრთა, ჩვენ ფერადი ღრუბელი გვაქვს. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ თექისის ფირფიტები, რომელიც მისაწვდომია ყველა საკანცელერიო მაღაზიაში და არც ისე ძვირი არ ღირს. ეს არის თექის ფირფიტები, უცლები რაც გინდათ ის დაარქვით. ამ შემთხვევაში მე რატომღაც ავირჩიე დღეს ნარიჯისფერი. 10 ცალი თუ არ ვწდები ღირს რაღაცა 7 ლარამდე. 10 ცალი. ანუ 70 ხო, და რაღაცა ესე ყოველ შემთხვევაში სანამ დოლარის კურსი გაიქცა და საზღვარგარეთ. ანუ მოასწარი კიდვა. პარტიაში იყო. მე მგონი რომ დავხაზე, ნახე. შვენიერი გოგო ხარ, ეხლა გააკეთე ესეთი, ნახე. ფენშუის ილიდა იანი შემოხაზა და გამოჭერი. აი ეს. შემოხაზო, რომ ძალიან არა უშავს შემოჭერს, მაინც შემოჭრე. ხო, ახლა ესეთ მე გავაკეთო ფრთა გავაკეთოთ. აი ეს დაარტე, ნახე. დავხალყე და შემოხაზო. და შემოჭრე, მაგრატელი გინდა. ხო, მე ამ შემთხვევაში მაგ აქ ბევრი არჩევანი ღრუბელი როგორც ჩანს, ბევრი გამოვიყენეთ, ამიტომ ფრთების გვაქვს ეს ფერები და რომელი გამოვიყენოთ ფრთის რა თქმა უნდა, სახალისო. ვეცდები რომ დავხატო ეხა ფრთამი აქ. ან შეგიძლიათ უბრალოდ შეგვიძლია ვაჩვენოთ თან ხატვის პროცესი. ხო, ეს ჩიტის ეს მხარე შეგიძლიათ უბრალოდ შემოხაზოთ და გამოჭრეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ჩიტებს გავაკეთებ და უბრალოდ ფრთებს დავხატავ. ესეთი ცრემლის ფორმის. აი ნახე. დავხატავ და ვაჩვენებ შემდეგ, მაგრამ ხო, ჩიტებს ვაკეთებ, რომელიც შეგიძლიათ ბავშვების საწყლთან მიაკრათ, დაკიდოთ რამდენიმე ერთად. ახლა მაყურებელი ხედავს ეთერში ზუსტად. აი სიმპათიურ ხელებს ელისო. ო, მაიმ მადლობ. ეს არის ჩვენი ფრთა, ვეცადე რომ მსგავსი ყოფილიყო, მაგრატლის რო შემოვჭრი უფრო. აქ გვაქვს ასევე ჩვენ ფერადი ძაფები და ბისერები. ხო, და ბისერები, ხო, ბისერები, ანუ ფრთები რო გავაწყოთ, ან თვალი გავუკეთოთ ჩიტუნას. მოთხოვ ერთი წამით ეს არ გვაწყობს. ხო, შავ ბისერს ვიპოვი და თვალს გავუკეთებ ჩიტს და ნისკარტი ყვითელი გვაქვს აქ. ამასობაში მარი მათხოვებს მაგრატელს. კი. და რა თქმა უნდა თან გვაქვს აუცილებლად ჩვენი ჯადოსნური პისტოლეტი, ხო? ხო, კი. ამ რო ვიღებ ამიტომ ჯეიმს ბონდო მგონია თავი. ბონდო. ამ ჯეიმს ბონდი რაღაცა ის. ბონდო. აუ, ერთი პასტა რომ მქონდეს, ძალიან კაი იქნებოდა. ბიჭი რო დარბოდა იმედია შემოგვიტანს. ბიჭი რო და ხო? გესროლი, მოდი. ხო, სხვათა შორის ერთმა ბიჭმა შეგვირდა, ეს მართალია წყალს მიირთმევთო სტუდიაში, მოვაგადაცემაზე შავღვინოს მოვიტანო. რამდენად შეასრულებს ხო სიტყვას. რატომაც არა შეასრულოს უნდა. ამ ტელევიზიაში სიტყვას ასრულებ. ნახოთ, წინა რამდენიმე წუთის ისეთი კარგი სურვილი შეგვისრულეს, რომ ხო. ხიბა ცოტა დაგვიანება. ხო, ესე მივაკრავ ეხლა რაიმ ჩვენ მას ფრთას, მაგრამ სანამ ფრთას მივაკრავ, ჩვენი ძვირფასი და უცვლელი სილიკონის წებო გამოგვადგება. აი აქ მიყრია მე ბისერები, ამ დიდებს ამოვიღებ. ეს თვალი უნდა დავაკეთო. არა, ეს ფრთა, გავაფერადოთ ოდნავ. ოკეი.
აი ნახეთ ახლა რას ვიზავ მე. ხო, დისკომფორტი ხო არა გაქვს, რა ვერ ერთვები. არა, რას ამბობ, დაღლილი ვარ და ვისვენებ. მაშინ მაკრატელი. მაკრატელი. ფერადი ვესენი რა, ძაფები დაგჭირდება აკო, როცა მარი გამოჭრის ჩვენ ჩიტუნას, ძაფებით გავაფორმებ და არა სილიკონის წერტილი. აი გავასხი და ვისვენებ. და დაკ. ხო, აი. და მიეწება და ეს იქნება ზემოდან. კი ბატონო. ძალიან მარტივად, ანუ აი ეს უკვე რა არის ეს რა მასალა? ეს არის ღრუბელი, ეს ღრუბელზე ელისონ დაასხაწებო და დადო ისერებს და ეგრევე მიეწება ბუნებრივად. ხო, ნახეთ, დაეწება უკვე. თქვენ შეგიძლიათ სრულიად დაფაროთ, მე ამ შემთხვევაში არ მინდოდა სრულიად ამეფარა. ამასობაში ეს ჩვენი სილიკონი გაცივდება და როგორც იცით, სიმკიცეს შეინარჩუნებს. არა, რატომ გავავაზე ფარად? აი, ნახეთ. კრეატივის დროს მუდმივად რომ ეს რაღაცების ნიჭი არ მაქვს. არა, გამოვიდა ყველაფერ ჩემომარი და პასტა უნდა წერდეს ასეთ დროს. კი ბატონო და ცოტა ორგანიზებულად უნდა მოვიდე ხოლმე რომ რაღაცები იყოს. ხო ეს გავაკეთე შეშეგიძლია, აკო შეშეგიძლია ხა იგივე გავაკეთო, მეორე ფრთას გავუკეთო იგივე ამბავე. ოკეი. აი ნახე. მოდი ლეპტოპი ხარ გადავდო. როგორც გინდა. მაუსი უნდა დავდე იმაზე. ხო, ერთი წამით ოღონდაც აი ამას დავაკეთებ. ანუ დაფარავ, ცოტა სოფლებს არა. დავადებ. ხო, დაადებ, ოღონდ თითები არ მიიწვაკო. მეც მინდა. ჩემი არ იყოს შენც თითები გჭირდება. ხო. ცადო უკვე? კი, შეგიძლიათ ცადო. აი ესე. ძალიან ლამაზი გამოდის. აი მეორე მხარეს მივადებთ და გავუკეთებთ სამაგრას და ნისკარტს გამოჭრა მასშტაბაში მე. აგერ არის ვისერები. აი ესე, ნახეთ. დაწებდა. ფორმა დაკარგა ცოტა, არაუშავს აკო. აი აქ გვაქვს ჩვენ ყვითელი ეს ღრუბელი, ვეცდები ნისკარტი გამოჭრა. გითხარი აკო რომ ფრთხილად ყოფილიყავე, არ დამიჯერე. ბოროტიელისო. მოიცადებ და ხელებს გვიწევს. ხო, ხელებს გვიწევს. მოდის ხელებს გვიწევს 4 შაბათობით, ხო? არა, 4 შაბათობით, მაგრამ ეს შეფორცა 5 შაბათს ეკლესია. ჩემი მიზეზის გამო ერთი გადაცემა ერთი 4 შაბათი გამოვტოვე. არა უშავს. იმედი ამაპატიებს. სამაგრად 5 შაბათს ახლა ელისო ჩვენთან ერთად. ну ახლა ისე არ გამომივიდა როგორც ელისოს, მაგრამ ფერადი არის. არა უშავს აკოს, აი ეს მომენტი ახლა დავეცადოთ რომ დავაწეროთ. მაგრამ ხელი დავით. ჯერა აკო შეწარმოიდგინე რომ ჯერა. აი ეს დავაწეროთ ახლა ჩვენ ამას. აი ეს რო გაცივდება, მიეწებება ზედმეტი რაღაცები მოშორდება და რაც დარჩება? ეგ არის. ხო. რაც დარჩება საერთოდ ცხოვრებაში ესეთია, რაც ბოლოს რჩება. აი ესე. აი მე რა დამავიწყდა იცით? არ ვიცით. ბიჭო რომელმაც პასტა გვესროლა, ატლასის ლენტიც უნდა გვესროლოს. გვესროლეთ, თუ რამის სროლა შეგიძლიათ ყველაფერი გვესროლეთ. ოღონდ იარაღი არ გვესროლოთ და კამერა არ გვესროლოთ. აი ხუთში გვიდევს იქ მოყავს ყუთში. მე მგონი მან. კომპიუტერთან. კომპიუტერის დაბლა. ხო. ოი, აი იქ. აი ესეც ჩვენი ნისკარტუნა. ხო. ესე ძალიან ფრენდლი გარემოა ძვირფასტელი მაყურებლებო. მე რა ვის რა ყველას დაგმართნია. დავის და ელისოს მე მგონი. ასაკის ბრალია. ოკეი, დავაბრალოთ ასაკს. ხო, ესაც ერთი ჩიტუნა გავაკეთეთ, ახლა გავუკეთოთ მეორესაც. გესროლე, ყველაფერი გესროლე. არა, ყუთით არ გესროლე. ყველი ლენტი შეკრება. ყველი გესროლე ყველა. ყველა არ დაგჭირდება ახლა. ხო. რაღაცებს გავაკეთეთ კიდე დამატებით. გაიხსნა აკოს ინსპირაცია. ხო, აი. ოპერატორი ძალიან საყვარელი. რომელმაც შეკვირდა შავღვინოს. აი მეორე გადაცემა, მეორე 4 შაბათი იქნება გადასარევი ისე ჩაწერა. აი ფერები. აი ფერები. ესე ჩვენი მეორე ნისკარტი, ახლა დამჭირდება თვალი. და თვალი როგორ კეთდება? ეს თვალს ეს ნისკარტი, პატეტუნა ნისკარტი გავუკეთეთ, მაგრამ არა, აკო რას აკეთებ? რა ვიცი, აბა მოდი და ცადე აბა დაშალე. არა. ძალიან გიხდება. ხო, ესე გავაკეთეთ. აკო ლურჯი განსაკუთრებით. აკო. აი ესე. ახლა გავუკეთებ საკითხს. იმედიათი. აი ცოტა ბისერები ხო არ მიდიყარო და ცოლიცებო. მოიცა ახლა. ნუ დაიწოვე და დაითუთქები წინ დაწმული რომ ბევრი კარგი რაღაც გელოდება ცხოვრებაში. კი არის რაღაცები დაგეგმილი. ხო, მაგიტო ვიძახი. ეს წებო წაუსევით და ახლა ვცდილობ რომ დავაწებო ისე რომ თითები არ. აი ამასაც ხო იგივენაირად უნდა მივაკეთო. ოღონდ ნევსი და ძაფი დაგჭირდება მაგ შემთხვევაში რომ გავაფერადო.
და მაგასაც გასწავლით როგორ გავაკეთო. ერთი ჩიტუნა, რომელიც გავაკეთეთ ეს წუთია და ეხლა თვალს გავუკეთებ. შეგიძლიათ საკითხი გადმოიტანოთ აქეთ და უფრო სხვანაირად გააკეთოთ. ეხლა თვალი. როგორ იმდენია ვერას დროს ვერ მოვიშორე. ეს გვაქვს. ეგრე მაგიტაზე დააყან. აი ცისფერი თვალი გავუკეთოთ ჩვენ ჩიტს. იმედია თითებს არ მივიწევ, პინცეტი უნდა წამომიღო. მაშინ ქერათმები გავუკეთეთ. ჩიტს? მე მგონი არ ჭირდება. რაღაც ქერა ცისფერი თვალია. ქერათმელი ერთი ვეყოფი, მე დღეს მეგას. საყვარელი. აი ესე ჩვენი ჩიტუნა, მარტივი, ლამაზი. ჩვენ ხო ვაპირებდით რომ გამოფენა უნდა გავაგო. მგონი იმდენ რაღაც აგვიგროვდება რომ. აი ესეთი ჩიტუნა გამოგვივიდა. მარტივი ძალიან და საყვარელი. ეხლა შენ მარი შეგიძლია, მაგრამ თითებს მივიწევ სავარაუდოდ ამ შემანება თავი. კარგი, ეს ხო ჩამოვკიდო მე სადმე ჩვენთან. შეგიძლია უკვე ეხლა ეს გავაკეთოთ. შეგიძლია ჩემთანაც ჩამოვკიდო. დაიწყო. ხო ეხლა ვიღოთ აი ნახე მოდვერტის იყოს მე შემდეგ გადაცემა შევიდეთ ჩვენი ჩიტი. ოკეი. ჩვენი აი მაგ რამდენი მოვედი ნევსი დავკარგე სულ ამ გადაცემიდან წასული? ერთი ნევსი მე გაგიტეხე მე მგონი თუ ან ნევსი. ეს არის ბალისტზე მივამაკრებთ აგეთ. კაც ერთი წუთი ვიღაცა შეესოს მე და დამებრალებთ მე. რადიკალურად განსხვავებული ფერი ძაფი ავიღოთ ამ შემთხვევაში და ამ შემთხვევაში შინდისფერი რახან მიყვარს. აი ამას გავაკეთებ. ვარდისფერი. ხო. იყოს. თავს თუ მივაგნებ, რა თქმა უნდა, გავაკეთებ. ანუ მსკა როგორც ეს გავაკეთეთ, ისე არ ვაკეთებ, ხო აი ამ ნუ შეგიძლია, ხო, თექისგან უფრო გავაკეთოთ, ახლა ფრთად შეგიძლია გამოჭრა ამას იმასობაში, და რომელი ფერი? ანუ რომელიც გინდა განსხვავებული ფერი გააკეთე, ხო, თექის კი. ხო, მაშინ. მოდი მაკოტანი მომწოდა. დაბმული ვარ. ესეთი ხო? ფოთლის ფორმა. ეს ისთვის არის საჭირო ელისო. ეს არის დაზგის არის და გამომყვა. მე იცი მეგონა აი ნემსის ყუნწი და ესეთი მქონდა და ერთმა გოგომ გამიტეხა. ხო მე გაუტეხე. და აი დედა ალბათ იმიტომ გატყდა რომ იმიტომ გატყდა რომ რა ვიცი შემბრალი არ იქნება. სავარაუდოდ გაზიანებული. ეს არის ასარღვევი, როცა რაღაცას გაკერავდა არასწორად არის, შეგიძლია ამით აარღვიო. ხო, იცოდით ამის შესახებ? ძალიან ბევრი საიდუმლოებებია. ხო, ეხლა ვიღებ ნახეთ ჩვენ ჩიტუნას და სტროჩკასავით ლიანდაგივით დავარტყა მხეებლივ, რომ ლამაზი გამოვიდეს. დავიწყებ აქედან. უეს შეიძლება ხელით გააკეთო. კი. ნუ მინახავს მანქანით რო აკეთო. ხო, ნუ შეგიძლიათ მანქანით, შეგიძლიათ ხელით უფრო ესეთი გამოდის აკო. ლამაზი. ესე ვფიქრობ, ხო, მაინც handmade ქვია. ესე შეგიძლიათ შემოყვეთ, ხო. თქვენ შეგიძლიათ აი ესეთები მიაკეროთ ერთმანეთს, შეგიძლიათ დაუდოთ ბამბები და უფრო ბუთქუნა გამოვა ჩვენი ჩიტი. ეს არ შეიძლება რომ მივაკრა? შეიძლება მიაკრა. მაგრამ მანამდე შეგიძლია ბისერებით გააწყო ეგ ჩვენი ფრთა. აიღო, არა, ნევსთა ძაფი აიღე და ნევსთა ძაფით გააკეთებ. უი, გაგირთულეს საქმე მარი. მარია, ჩემ შემთხვევაში არაფერი არ არის დაეწება? კი დაეწება, მაგრამ ცადე ხელით გააკეთე. რამდენიმე ბისერი მიარტყა, არ არის აუცილებელი. არ ბევრი მოუხდება. კარგი, როგორც გინდა, რა ჯიუტია ეს გოგო. ანუ და დავასხაწებო და მე ჩავყო. აი ჩვენ მოვიტანთ ბისერას შემდეგ. არა, ბისერები გვაქვს, არ გინდა ვერ გავიგე. ეს ჩემი გაკეთებულია. შენ შეგიძლია თვალი გავაკეთო. ეს არის გაკეთებული, ისე უნდა გავაკეთო. დაახლოებით, ხო. თვალი. ოკეი. ოღონდ თითები არ მიიწვა, მაგრამ დაწყობილ რომ შეჭირდება თითები. რა არის აკორით ხარ უკვე ყოფილა? არა, თან მომწონს გიყურებ და როგორი ფერადია ჩვენი სტუდია, ეს მომწონს. საერთოდ ფერები მიყვარს. ფერები. ნახეთ, აი ესე ვაკეთებ. ლამაზია. ხო, რაღაც გამოვა. შეგიძლიათ პატარა ფორმისაც გააკეთოთ ესენი და უფრო ესენი გამოვაკო. გახსოვთ მე ძალიან დიდი თვალი მიეძო. როდესაც ელისოს პირველი გადაცემის ჩაწერა იყო პირდაპირ ეთერი იყო, მე ვიყავდით მაშინ სტუმრად. კი. უი კი. და ისა მე მაშინ იდეა გითხარით ესეთი რომ შეგიძლიათ ეს ნამუშევრები, ხელით ნამუშევრები დააგროვოთ და შემდეგ ახალი წლისთვის გავყიდოთ. და კონკრეტულ პერსონაჟს დავეხმაროთ. სხვადასხვა ახალი წელი მიყვარს მაგის გამოც, ყველას საყვარელი დღესასწაულია ჩემთვის. სულ მოლოდინი მაქვს იმის რომ რაღაც ახალი მოხდება და კარგი. ლამაზია. ხო, ძალიან ლამაზ გამო. ოღონდ დააწესო. და ასე რომ ჩვენ დავაგროვებთ ჩვენს თაროებზე. სეზონზე თან ისეთი რაღაცების გაკეთებას ვაპირებთ, რომ ძალიან კარგი და გავაკეთებთ სავარაუდოდ აი გავაკეთოთ
გაყიდვა, გამოფენა გაყიდვა. ბატონო, ახლა როგორც ვიცი, მე აწყობს ხოლმე გამოფენა გაყიდვა. მე როგორც ვიცი რა მონაწილეობდი ხოლმე. ასე რომ შეგვიძლია არა, შუათომ გაკეთოთ ცალკე. კარგი ბატონო, არ არის პრობლემა. პერსონალ. უი რაღაც არასწორ ადგილზე მივაკავე. არა უშავს მარი მანახე? აი ეს. ესე უნდა იყოს მარი ეს წესით და კანონით. ესე? იყოს. არა უშავს, არ არის პრობლემა, ჩვენი ბეღურები. ესე ბეღურებს უფრო გვანან, არა ჩვენი ჩიტუნები იმედი მაქვს. ჩვენი ჩიტუნები. ცოტა უშნამე. არა, რატო არ მოწოს ამ გოგოს თავის გაკეთებული არაფერი? არა, კრიტიკული ვარ და იმ. აი, მე პირობას გაძლევი ყველაზე ძვირად გავყიდი, აი ამ შენ შევარს მარი. ჯერა. ახალ წელს. აკი ახლა ამას ნისკარტი უნდა. რვალარად გავყიდი. მაშინ ერთი წითელი აი თექის. ო, პრინციპში 20 თეთრი თუ გიждდება ერთი. რაღაცა ესენი ხო, რატომაც ჩიტია. არ არის და თავი ამ ჩიტს და ხო შეიძლება ვთქვა მოიტეხა რა მოიგდო რაღაცა. ცოცხალი ორგანიზმია, შესაძლებელია. ხო, შეიძლება ხეს დაეტაკა რაღაცა. ნუ ეს არის ყველაფერი. ცხოვრებაში არასდროს არ გამიკეთებიან. ხეს არა, მაგრამ ჩვენთან ისეთი მძღოლები არიან, რომ შეიძლება ჩიც დაეტაკონ, რა პრობლემაა? არა, ყველაზე არ მაქაკობი მისელაპარაკი რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა გამონაკლისებიც არიან აკო. სამწუხაროდ ჩვენ ქალაქში ვერ ისწავლეს ის, რომ ზებრაზე უნდა გააჩერონ და ფეხით მის მე მინდა დავიწყო ამის პროპაგანდა, რომ ტიპებმა ქვეითებმა გადავიდნენ მხოლოდ ზებრაზე. მე მგონია ზებრაზე მგონია რომ არ გადადიან, ის რა დგას ხოლმე ხალხი ზებრაზე და ვერ გადადიან. ესეც არის, თუმცა მაგალითად ერთ-ერთ უბანში, რომელსაც მე ვცხოვრობ, სრულად მოაწეს ეს ინფრასტრუქტურა, ქალაქის ინფრასტრუქტურის სამსახურმა, მთელი უბანი დახაზულია, მათ შორის ანუ სავალ ნაწილს გულისხმობ და მათ შორის ზებრები არის იმაზე ახლოს, ვიდრე შეიძლება იყოს, მაგრამ ხალხი ქვეითები გადადის გზაზე, ყველგან გარდა ზებრებისა. არა, მე ნაგლად გადავდივარ ხოლმე და შემთხვევა იყო ისეთიც, რომ ლამის დამეტაკენ, მაგრამ არა უშავს და მამიდაჩემ რა გააკეთა იცით? ზებრაზე რო არ დაუთმო მძღოლმა გზა, ქოლ გაქონდა ხეშთა სულ ქოლ გა. მანქანაზე. ჯერია მამიდა. ზუსტად ძალიან საკმაოდ მაგარი მამიდა მყავს, იმიტომ რომ როგორ შეიძლება გადავდივარ ხოლმე დამეტაკო? ბოდიში. მე მქონდა ესე. ხო, ჩემი მისრა ბეწოლის პარკოს როგორ შეამჩნევს ახლა ზებრაზე, იმას საერთოდ არ უნდა დაჯდეს საჭესთან. აი მარი. აი ესეც ჩვენი ჩიტუნა. არა, მივაწერე ცოტა. აი აქედანაც და აქედანაც დაახლოებით ერთნაირია. ამაზია. აი ხა მე ვეცდები გავუკეთო თვალი, რომელიც შინდისფერი იქნება და არ შევემჩნიოთ. უი, რა ლამაზია. ლამაზია, რა საერთოდ ვერ გავიგე, რატო ხარ სულ უკმაყოფილო საკუთარი ნამუშევრების. ეხა ამას გავუკეთებ ლენტს. აი ესე, მაკრატელი მათხოვეთ ახლა ეს მომწვა. კამერა დაანახე მარი. მაკრატელი სად? აი აქ. და რა დაგვიჭდა ახლა ერთი ჩიტის გაკეთება. ერთი ვაკრავ რა. როგორც გინდა. ერთი ფირფიტისგან რამდენი გავაკეთეთ ახლა? 2 ჩიტი, 4 გამოვა ყოველ შემთხვევაში. არა, 4 არ გამოვა. ანუ 4 ჩიტი გამოვა. ლენტი გვიჭდება სადღაც 20 თეთრი. ხო. 20 თეთრიც არა. ეს ბისერები რა არის? ეგ იყიდება გრამობით და კოვზი ღირს 20 თეთრი. ანუ ერთი კოვზი ვიხმარეთ დაახლოებით ჩვენ. არ ხო, დაახლოებით ხო. ანუ ესეც 40 თეთრი. მოგძეტა არ ნახევარი ალბათ, ხო? სულ. ნუ ვალარად კი უნდა გაყიდო ჩემო ოქრა. ნუ გაყიდე აკო, არა ვარ წინააღმდეგი. თუ handmade ჩვენ ქალაქში ფასი მიეცემა. ნუ თან როდესაც საქველმოქმედო იქნება. ხო. ხო, აუცილებლად იყიდე. ჩემ და სამწუხაროდ საქველმოქმედო აქციას ვაკეთებ 4 წელია და ესენი ხდება, იქით დამეხმარეთ და ასე შემდეგ, ასე რომ მე აქტიურად ვიღებ მონაწილეობას. კი, მახსოვს აკო, ყოველი შენი შემოწირული თანხა იმ ჩვენ საქველმოქმედო. მე ისიც მახსოვს, რომ თქვენ გამიკეთეთ საჩუქრად მიკროფონი. ხო? კი. შეიძლება. არ მახსოვს. ის თქმა გამიკეთა. კი. აღარ ნარჩენებისგან. ხო. ანუ რაღაც პროექტი იყოთ რაღაც, ხო? კი, ეს იყო რა ქვია, ეკოლოგიასთან დაკავშირებით. ხო, ეხლა ნახეთ ჩიტს ვაკეთებ როგორ? ჩიტს კი არა თვალს. ნახეთ, აი ეს გავუყარე ნევსი და რამდენიმე ესა დავახვიე ძაფი ნევსზე. აი თქვენ ახლა ხედავთ ეთერში როგორც ხდება. ნახეთ, აი ესე. ეხლა ვეცდები რომ ნევსი გამოვქაჩო და თვალი დავაჯინო. ცოტა უჭირს. ცოტა გვიჭირს, მაგრამ არა უშავს, მაინც გაგიყვან. ეს სწორია, შემოხედე. კი, სწორია, რა სერჩი, რა გინდა, სწორია. აი, ჩვენი ცისფერთვალება ჩიტუნაც გავაკეთეთ. აი ეს დაახლოე, ხო? ეს გამოვიდა, ნახეთ, აი ესეთი, კვანძივით გამოვიდა და. უფრო ლამაზია, ესე მართალი ხარ. ხო, უფრო ესეთი არის, ესე ლიანდაგებით გაკეთებული.
მე რა გავაკეთე? შენ ფრთა გამომიჭერი ამ ჩიტუნასთვის, ჩემო აკო? და რაღაც ზომები გვაქვს სპეციალური? არა გვაქვს ზომები, შეგიძლია ნებისმიერი ზომის გამომიჭრა. აჰა. მე მგონი რომ ვარდისფერიან. ცისფერი. ცისფერი ხო, ცისფერი მიყვარს აკო ძალიან. ცისფერი არა ეს. ხო. კარგი, ახლა მე რა მინდა კიდე? ნისკარტი მინდა. რაფერი ნისკარტი გავუკეთოთ ჩვენ ჩიტუნას? შავი. შავია, შავი ნისკარტი გავუკეთოთ. გვერდზე აქ დასაჭერი და შეგიძლიათ ისე გამორთოთ. იქ შავი ღვინო იყო? შავი ღვინო არ იყო, თეთრი წყალი, თეთრი წყალი. თეთრი წყალი იყო, შავ ღვინოს მეორე გადაცემაში. ჩვენ ოპერატორს ვაგდებ ახლა. ხო, მივხვდი, მაგრამ მეორე გადაცემაში ველი შავ ღვინოს. მიყვარდეს მეც და. შავი ღვინო მიყვარს ნამდვილად. არა, უბრალოდ გოგოები კეკლუცობენ. არა, შავი ღვინო მართლა მიყვარს. ჯანმრთელობისთვისაც ძალიან კარგია. აი? ხო, კარგი ბიჭი ხარ, ახლა ნისკარტს გამოვჭრე მე შავ ნისკარტს. შავ ნისკარტს. შავ ღვინოში. ცოტა უფრო დიდი უნდა გამოსა. შავ ღვინოში შავი ნისკარტი. აი? მანახე ერთი წამით აკო? არა, მშვენიერი გამოვა მაინც. ან სამი ჩიტი ყავს ხო? სამი ჩიტუნა ყავს, აი ხა მას დავაწებებ. ყვითელი, სტაფლოსფერი და ყვითელი. აი ესეთები. ნისკარტს როცა აწებებ, ეცადრო ბევრი წებო არ წაუხო, თორე ცოტა საკმარისია პრინციპში. გაითხაპნება და გაფუჭდება. აი ესე ჩვენი ჩიტი, ახლა ვეცდები რომ ფრთა გავაფორმო, მე აქ. მე მგონი რომ დედებს აქვთ იმის დრო, ახალგაზრდა დედებს რომ ესეთ რაღაცები გაუკეთებენ. შენ წარმოიდგინე ახალგაზრდა დედებს საერთოდ არ აქვს მაგის დრო, იმიტომ რომ ბავშვს იმდენი დრო და ენერგია მიაქვს. ნუ ხე გაჩნია როგორია ბავშვი. ხო, ნუ ხო, გაჩნია მასალა. ის პატარა ბიჭი რომ დამდის აქ სტუდიებში ეგეთია ყველა. მასწავლებელმა გამომიცხადა რომ მსგავსი ცელქი ბავშვი კარგახანი არ მინახია და ეს გაღიმებული ბედია წავედი. რა უნდა მეთქვა? კარგია რომ ნახა. ხო, ნუ ცხოვრებაში კარგია რაღაცა ნახა, ახალი ოკეი. და ჩემი უტეხი ბავშვი კიდე მიმტკიცებდა რომ არ იყო ცელქი გაკვეთილზე. ისეთი ცელქი არ იყო გაკვეთილზე, როგორც სახშია ესე მითხრა ზუსტად. ხო, ანუ მართ ბავშვი ყავს სიმართლეს. ხო, ნუ ბოლომდე არ გავაკეთებ ახლა ამ ჩემ იმას ფრთას, აქ მაქვს მე ოქროსფერი, დაახლოებით გაჩვენებთ. როგორ შეიძლება გავაწყოთ? ის აქვს ისა რა? წრიული, ანუ ეს ხო, კი. ბისერები და აკინზა ხო, ესე ნახეთ. დაახლოებით აი ამ სისტემით აგერ-აგერ ვეცდები რომ მივაყარო ჩვენი ბისერები. ხედავს ახლა მაყურებელი. ხო, აქ მაგ ვარდი ცოტა შეუსაბამო ფერებია, მაგრამ ამ შემთხვევაში არ აუშავს. ყველაფერი. შინაარსობრივია, მოკლედ კრეატივი. ხო. ძალიან ბევრი ადამიანი ხდება, რომელიც მეუბნება, რომ აი დაიწყეს რაღაცებს გაკეთება. ხო არა? და მე ძალიან ბევრი ადამიანი ხდება, რომელმაც მითხრა რომ თქვენ გადაცემაზე ძალიან ხალისობთ, ძალიან კარგები ხართ, ხალისიანები ხართ და ასე შემდეგ. ძალიან მომწონს. დიდი მადლობა. რა გვეთქმის? არც არაფერი მადლობის გარდა. შეგიძლიათ ნებისმიერი ზომის და ფერის და ფორმის ბისერი გაუკეთოთ, მაინც ლამაზი გამოვა. და შეგიძლიათ რომ კიდევ ელისოს გადაცემები ნახოთ კრეატივი და არა მარტო ჩვენი გადაცემა მათ შორის შუადღე ქუთაისის გვერდზე Facebook-ში და კიდევ ქართული შრიფტი ბუნებრივია. კიდევ საათნახავენ ელისოს მე მგონი იგი შენს გაქვს ხო Facebook-ზე ერთხელ თქვი. Facebook-ზე მაგდა მინდა ყველა ვიდეო დავდო რაც მაგრამ ვერ მოახერხო და ამ შენ ნამუშევრების უკვე აი ბავშვი რასაკეთებს ხო ხედავ Facebook-ზე დაშავების დრო არა აქვს ხო ავქნა ახლა ბავშვი და ჩემი საქმე Facebook-ზე ჩემი ნამუშევრები დევს ვისაც სურვილი აქვს შეგიძლიათ ნახოთ შეკვეთაც მივიღო შეიძლება და ასე შემდეგ ასე რომ თქვენ სურვილის და მიხედვით აი ესე თითქმის დავამთავრებ ფრთა ექსტრემალურ სიტუაციაში. ეხლა აი ნახეთ დაახლოებით ესეთ გაფორმებული ხალხია. დავაწებებ ჩვენ ფრთულს. თქვენი ყველაზე ისეთი. ეს წაფი დავმალოთ წებუთივე. და პრინციპში რომ ცა დამალავი ხო მაინც დაეწებება. კი, დაეწებება, მაგრამ აი ესე გავაკეთოთ ეხლა ჩვენ. აი ესე. უი ანუ ხდება ყვითელი და ცისფერის. ალამანც. ეხლა გავუკეთოთ საკიდე. აკო შეგიძლია შენ გავუკეთო ამას საკიდე. მივხვდი უკვე როგორც უნდა გავაკეთო. ხო. აი? ან ლენც მოგცა. რამდენი ჩიტი გავაკეთეთ? აკო მაგასაც გავუკეთეთ თუ გინდა? ამას თვალი არა. გავუკეთებ ეხლა შენ სანამ მაგას. ოკეი. აჰა შენ ლენწები. აქ მე მქონდა ჭრები. ოპა. წონემ თავზე გამაყარეს. მინდა მაკვეტები აქ მაქვს. ძალიან არ არის. უიმეცი რა არის?
არაფერი ეთერს გარეთ გეტყვით ამას რაც არის. ოკეი. აი ესეც ჩვენი ჩიტუნას. მგონი აი ესე ხო მოხდება ეს ფერი როგორ ფიქრობ? ნუ შემთხვევაში მეტი არა გვაქვს. არა მეტი არა გვაქვს ფერების მეტი არა გვაქვს. მეტი არა გვაქვს. გავჭრით შუაში. თუ არ გავჭრით. გავჭრით. ოკეი. რომ გაიძაფება. გაიძაფება. ახალი სიტყვის ისწავლე. ლენტი კი და თუ შეგიძლია რომ მოგვიწევ. არა იყოს მის მოგიჭრით აი. კარგი, აკო შესანამ მაგას აკეთებ მე. ამას გავაკეთებ ესე. და აი. უკეთ ორი ჩიტი გავაკეთეთ უკვე. სულ გამოდის 4 ძალიან თუ. ანუ 4 ჯერ 8, კარგი ფული გამოვა რა კიდე. 8 ვარზე ნაკლებად ამას არ გავყიდდი. დაელოდე ვაუტი. ხო სანამ ვაკო ხო სანამ აი რა მინდა რომ გითხრათ აი ესეთ რაღაცები ესეთ გაჩნდეთ როგორი კურსი როგორი იქნება ახლა იქნება როგორი სად იქნება აი ესეთებს რომ გამოჭრეთ შეგიძლიათ უბრალოდ ეს თუ არ გინდა გამოჭრეთ ესენი მიაწებოთ ეს ერთმანეთზე ვეღარ მივაგენთავ ბოლოს აი ესე მიაწებოთ ერთმანეთზე შიგნით დაუტნიოთ ნისკარტის მიწებებაც და ეს ლენტიც ნახეთ ამაში ჩატენოთ ბამბა ამ შემთხვევაში თეკაზე რო სალაპარაკი, იმიტომ რომ ამას ვერაფერს ვერ უზამთ ეს ღრუბელი ისეთი არის. შეგიძლიათ ჩატენოთ ბამბა და ხელით შემოკემსოთ, უფრო ლამაზი გამოვა. და უფრო ჩიტის ფორმატს კი ბატონო, ესეც ჩვენი ჩიტუნები, აკო შენ რა აკეთებთ, აკო და ძალიან თქო ახლოდან ანახეთ ხალხს. ხო, აჩვენეთ აკო როგორ შრომობს. დედა ჩემს აჩვენეთ როგორი მშრომელი ბიჭი ვარ. დარწმუნებული ვარ დედაშენ მაიცის რა შვილი წავს აკო ასე რომ ნახულობდა რომ ესეთი შვილი ნახეთ როგორი მუშაობენ ძალიან მოწონს დედაშენი მე აკო ძალიან ძიგარი ხალია ამბობენ კი ამბობენ ოკეი მოგონი დავაწებ რაღაცები აი ქსელები სანამ ხელი არის ეს ემართება ქსელები ობობა ხდება უცებ აი ესე ჩვენი ჩიტუნა გამოეწონა არა პირიქით საკუთარ თავზე გამეცინა აკო მეტი არაფერი ესე გამომაზესია ეს შეგიძლიათ დაკიდოთ სახლშიც ნაძვის ხაზაც ასე შემდეგ ხო ბავშვების ოთახში შეგიძლიათ დაკიდოთ ბოთალ ფეხცადას ვერთობდი ზედა ხო აი შეგიძლიათ დაკიდოთ ბავშვების ოთახშიც მერწმუნეთ ძალიან გაალამაზებს ძალიან მოხდება მე კი ბატონო და ბავშვების ოთახისთვის კიდე ძალიან ბევრ რაღაცას გასწავლეთ რომ გააწყოთ ბავშვების ან არ გააკეთოთ უბრალოდ უყურეთ გადაცემას და შემდეგ უკვე დეკრემოსეცად აუქციონს გააკეთებთ იქ მომდანდით და შეიცინეთ კი ბატონო შეისყიდეთ შეიცინეთ ეს გამოგვივიდა ჩვენი 4 ჩიტი 4 ჩიტონა ბეღურა რომელიც არ გვტოვებს სამთარშიც ძალიან ლამაზები საყვარლები ელისა ძალიან დიდი მადლობა გაიხარეთ ძალიან ისეთი ნაყოფიერი რუბრიკა გამოგვივიდა ყველა ჩაქრთეთ ხო როგორც შეგვეძეთ საქმეში ასე რომ საყდურს აღარ მეტყვი აკო მოკლედ კრეატივს უყურებდით თქვენ ელისა გეგენა ვაიყო ჩვენთან და ჩვენ რეკლამა გველდება წინ კარგად იყავით მომავალ შეხვედრამდე